უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ მრჩეველთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად განიხილა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა ვინმე სააკაშვილის ექსტრადირებაზე და დიდი ფიქრის შემდეგ არ დააკმაყოფილა ეს უკანასკნელი. რუსთავი ორმა უესრად და ნაჯახით შეწყვიტა პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის ეთერში ტრანსლირება. ეს ახდენს იმით, რომ ახალი კანონის თანახმად სარეკლამო ჭრა ჰქონდათ აუცილებლად გასაშვები. ისე საინტერესოა, მიშას შართვა რო ყოფილიყო. თუ გაწყვეტდნენ აი ესე შუაში და დაჯახით. არა, მიშას ამბავი რო ვიცი ახლა, ამ სიტუაციიდანაც იპოვიდა გამოსავალს. აი ასე. საქართველოს საფრთხეშია. ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით. ეკონომიკა გაჩანაგებულია. ლარი მოკტა. ბატონო მიშა, რეკლამა გვაქვს გასაშვები. რა პრობლემაა? ახლა ვიღაც. თქვენ გონიათ ბავშვთა საპენი კოკროჭინა 2 ცალი ღირს ლარი? ვერ მოგართით უკასრავად. 3 ცალი ღირს ლარი კოკროჭინა. ხადურმა თქვა რომ ძალიან კარგად ვიცი რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარო ვიცი მაგრამ არ გეტყვითო არა ესე არისო რა თქმა უნდა ეს მე ვიხუმრე სიტამბლეში კი ვიცი რომელი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ვარო და აიო იმისიო რა ქვია იმასო აიო ენის წვერზე მადგას ფუ ჭადის სახელი რო კაც და გავიწდება ჭადი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის წინ მარგველაშვილმა ხელი არ ჩამოართვა ზაქარია ქუსნაშვილს. ზაქარიამ განაცხადა, რომ ეს იყო პროტოკოლის უხეში დარღვევა. რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რა პროტოკოლი? პერევალზე ბორბალმა დაიშვა და ცვლიდი და ტაოტიანი ხელით ეს ხო ვერ ჩამოვართმედი ზაქარიას. ამ ხუმრობის ეთერში ტრანსლირების დროს ბავშვები მოარიდეთ ტელეეკრანს და მე დააბრუნეთ ისე. საქართველოს გერმანიის მატჩის წინ ქართველმა გულშემატკივრებმა გერმანელი ფეხბურთის ვარსკვლავს შვაიხტაინგერს ფეხებზე აკოცა. კიდე კაი გერმანელი პორნო ვარსკვლავი არ ჩამოვიდა. დააბრუნეთ ბავშვები, ძვირფასო მეგობრებო, დააბრუნეთ რათა ყველამ ერთად უყუროთ ჩემს შოუს, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს, თქვენ იცით რომ დათო პორჭკიძე გაგდებულია. აღარ არის ჩვენ შოუში ცნობილი მიზეზის გამო დიახ და შევცვალეთ დათო პორჭკიძე და მისი ბენდი შესანიშნავი ანსამბლით ქართლი ეს შოუში იხილავთ სოფლელი და ქალაქელი გოგოების მსგავსებას და განსხვავებას პრეზიდენტის შეკვეთილ სიუჟეტს ზვიო უხმობს უსუფას გოგა ხაინდრავას ქუთაისის მერს ტასო პარნოვას ბაგაბახშის და გომართელის ტრულაილას ძვირფასო მეგობრებო, ჩემს გადაცემას ხშირად დებენ ბრალს იმაში, რომ გენდერულ ბალანსს არ ვიცავ და რაღაც სულ მამაკაცური ხუმრობებია. მე გადავწყვიტე, რომ დავასრულო ეს მითქმა-მოთქმა და ეს რუბრიკა, ეხანდელი რუბრიკა ეძღვნება ქალთა სქესის წარმომადგენლებს. ყველა ვიცით, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ეს თქვენ ქალებმა იცით. ქალები კი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არსებობენ დიდმკერდიანი ქალები, საშუალო მკერდიანი ქალები და პატარა მკერდიანი ქალები. ხა პრინციპში კაცებსაც შეგვიძლია ასეთი დახარისხების ქვეშ მოუყვეთ. მკერდი არ აქვს ხედელებაში. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მეტად ქალები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით თუ სად დაიბადნენ და სად გაიზარდნენ. ესე იგი არსებობენ ქალაქელი ქალები და სოფლელი ქალები. იმისთვის რომ უფრო თვალსაჩინოდ დაგანახოთ მათ შორის არსებული სხვაობა, მე მათ თქვენს თვალწინ შევადარებ აი ამ გადაცემაში ამ რუბრიკაში. ესე იგი, ჩვენთან მოვიდა ქეთ მაისურაძე და ქეთინო მაისურაძე. ალბათ ჩაცმულობაზე ჩანს უკვე რომელია. კარგით. ეს რა თქმა უნდა არის ქალაქელი, რადგან როგორც ხედავთ, მისი ტუჩები 3 მილიმეტრით არის წინ წამოწეული, გვერდი 25 გრადუსით აქვს ჩატეხილი და ცალხელს საყვარლად ათამაშებს თმაში და აი ამ მეორე ხელით იღებს სელფს. კი ბატონო. ეს კი რა თქმა უნდა სოფლელია, რადგან როგორც ხედავთ, ის ყველაფრით ქალაქეს ბაძავს, მაგრამ არ გამოსდის. გარნობის გარდა ისინი ლაპარაკის მაინტერს განსხვავდებიან, სოფლელი ლს არბილებს, მაგალითად ლომი. ხოლო ქალაქელი კი არ არბილებს. კატა. სოფლელი კრიშაზე იღებს ზაგარს,
ურა დააცხუნა? ხოლო ქალაქელი კი მსახურავზე. ნეტა მეღება ზაკარი. ქალაქელი სიგარეტს ეწევა? სოფლელი აფუილებს. ნუ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ზოგი რამ მართლაც საერთო აქვს, სოფლელის და ქალაქელიც ქალიშვილები არიან. თუმცა ქალაქელი 16 წლისაა, სოფლელი კი 36 წლის. მათი სილამაზის საქმე არის სრულიად განსხვავებული. სოფლელები ძროხას ლამაზოს ეძახიან, ხოლო ქალაქელები კი ლამაზი გოგოს დანახვაზე ამბობენ ფუცროხა. როცა სოფლელი მოწყენილია, ის მოწყენილია. ხოლო როცა ქალაქელი მოწყენილია, ის პოსტავს, რომ მოწყენილია. როგორ იქცევა ქალაქელი, როცა მას პატრული აჯარიმებს, მაგალითად? აუ, ძალიან დიდი ბოდიში, მართლა აი ტელეფონზე მესიჯებდი და მაგპონჩი ვერ დავინახე წითელი დაურა გამიშვა. ხოლო სოფლელი? მაგნაირი 40 ლარი რამდენი მაქვს სახში, იცი? როგორ ქალაქალი ისინი ფიქრობენ? ისინი ფიქრობენ იმაზე თუ რა ჩაიცვან წასვლის წინ. აუ, რა ჩავიცვა? აუ, ისე ელასტიკებით და ბოტებით წავალ მომენტ. ხოლო სოფლელი ამას ასე აკეთებს. დედა რა სიკვდილი ჩავიცვა ამ საღამოს, ა? ასე ელასტიკებით და ბოტებით ხო არ წავალ? სირცხვილია, მომენტ. 5 საათიანი მზადების შემდეგ, როგორც იქნა ორივე უკვე ჩაცმულია, გასვლის წინ სოფლელი. დედა, ტუალეტში უნდა გევიქცე, უნდა მევითაო, თორა იქანა რო არ ვიყო მე სარბენი. კი ბატონო, ქალაქელი? ძალიან მაგარი ვიწევარ, ტუალეტში შევალ, სელფის გადავიღებ, მე იქ რო არ გავხსნა სარბენი. გამოდიან გარეთ და ქალაქელი აჩერებს ტაქსს და ეკითხება. ტაქსი. აუ, უკაცრავა, ჩარდენზე რამდენ წუთში გამიყვან, ძალიან მეჩქარება. სოფლელი? ტაქსი! ჩემი ძმა, შარდენზე რა ნომერი მარშრუტკა მიდის, მითხარი გეხვეწები, ძალიან მეჩქარება. დალევის შემდეგ ორივე ცეკვის ხასიათზე დგება. და ცეკვავენ ასე. ერთი, მეორე. როგორც ხედავთ, დალევის შემდეგ აბსოლუტურად ერთნაირად იქცევენ. მოკლედ, მიუხედავად ამდენი განსხვავებისას, ვიფასო მეგობრებო, უნდა გახსოვდეთ, რომ ტონალური სიღრმეში ყველა ქალი ერთნაირია. ჩვენ გვაქვს რუბრიკა შეკვეთილი სიუჟეტი დღეს. სიუჟეტი შეგვიკვეთა არც მეტმა და არც ნაკლებმა საქართველოს პრეზიდენტმა, ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ეს არის გიორგი მარგველაშვილი. სწორედ მან შეგვიკვეთა და ბაბი კირკიტაძემ გააკეთა ეს სიუჟეტი. ჩვენი ქვეყნის პირველი პირი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტია. ჩვენი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი მარგველაშვილია. განა ეს არაფერს ნიშნავს? ბატონმა მარგველაშვილმა განცხადება მაგას ვენაცვალე მე, მაგის დამნიშნეს ვენაცვალე მე. მაგას გაუმარჯოს ღმერთმა. ვიზე ამბობთ? ხო მივხვდით კაცო მარგველაშვილზე. ეგ განათლებული კაცი, ეგ ჩემი ჯერა? უპატიოსნესი ადამიანი ეგ. პრეზიდენტი მარგველაშვილი ისეთი კარგი პრეზიდენტია, რომ მან სამშობლოსთვის წვერიც კი გაიპარსა. წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, იგი სწრაფად არ დადის, საერთოდ არსად დადის და ვერ დადის. თუმცა ერთხელ ისე კარგად მოიქცა, რომ იაპონიაშიც გაუშვეს. პრეზიდენტი უნდა იყოს მკაცრი. ერთს რო იტყვის, მისი სიტყვა უნდა ესმოდეს მთელ მთავრობას. მორჩავს, რომ აღარ შეიძლება კამათი. და ჭურჭულით უნდა ლაპარაკობდნენ პრეზიდენტს. ანუ თქვენ რას ამბობთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი უფრო მკაცრი უნდა გახდეს? მოიცა. სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი? პრეზიდენტ მარგველაშვილის კარგ თვისებებზე ყველა ლაპარაკობს. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. ხათა შორის, გიორგი არის ძალიან კულტურული და განათლებული ადამიანი. მას აქვს არჩევლივი ანალიზის უნარი. ამ ბოლო დროს კი ისი დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლობის მოყოლული კაცია. თუმცა, სამწუხაროდ, ისე მოწყდა ხალხს, რომ მოქალაქე სხვა აღარ ისმის. პრეზიდენტი მარგველაშვილი ისეთი ძლიერია, რომ მან ერთხელ ბესელიასაც კი ენა შეუბრუნა. საღამოს 10 საათის შემდეგ მისი ძალა უზომოდ იზრდება. და ბოლოს, თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, ვეტო დაგვედება.
მიუხედავად დათო ფორჩხიძე და მისი ბენდი შეეწირა უსუფაშვილის არმოსვლას, ისინი გაგდებულ იქნენ. ჩვენ მომღერლები აღარ დაგვრჩა გუნდში და ახლა სცენარისტებს ვამღერებთ. ზვიო ბლიაძე, მობრძანდით. შეეგებეთ ტაში. ზვიო ბლიაძე უმღერებს დავით უსუფაშვილს, მოუხმობს მას. ზვიო, ერთი იცოდე თუ შენ მას სიმღერას არ გაჭრა, შენც დაემშვიდობები სამსახურს. მაშასე ზვიო ბლიაძე უმღერის დავით უსუფაშვილს. შენ დაუკარ. მადლობა. დიდი მადლობა. ისე მოგიხმობ გრძნობას ვერ მალა ერთი საათით დადეჭა ქუჩი შენ თუ არ მოხვალ გამაგდებ შალვა რითი რიყიდო ტუბლით ხაბუჭი ვინ ჩვენთან მოდის მე ის არ მიყვარს ვისაც ვეცახი ჩვენთან არ მოდის შემოდი გითხარ 1000 ჯერ გითხარ თინას უთხარი ერთად წამოდი აბა მოკრებულს ხდომას მოგიწყობთ მე კი ვიქნები ფოფხაძე გედი ჩემი გახდება რატომ გახარებს ნუ თუ არ გეღო ფორჩხიძის ბენდი შენ შეიწირე ფორჩხიძის ბენდი შენ შეიწირე ფორჩხიძის ბენდი ოცნებას ვიცი ვერ ვინ დაგვიშლის კოალიცია ძალზე მყარია ამარჩევნებზეც ვიგნები შენი მერე ოცნებას დასაშლელია ჩემი ლარები გაუპასურდა ხადური კიდევ მაინც არ მიდის ჩემი მოხმობაც თითქმის დასრულდა მოდი რა ჯიგო შენი რა მიდის აბა მოხებულ კატოს აწნარებ ბროლის მუსმენდავს ფოფხაძე გედი ჯაჭრიანი თუ უფრო გახარებს შენ არ გენახოს სოსოზე მეტი შენ არ გენახოს მაგაზე მეტი შენ არ გენახოს მაგაზე მეტი ჩვენი განაცემის პირველი სტუმარია კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. თუ გახსოვს, ხო, ჯგუფი, ანსამბლი, ქართლი თუ გახსოვს ეს მუსიკა არის ფილმიდან არაჩვეულებრივი გამოფენა, ხო ასე? და აი ეს შენ მოგიძღვენ. დავიწყოთ იმით, რომ ის ფილმი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობას ეხება, უკვე მოცულია ჭორებით. ხო. აი ყველაზე მაგარი ჭორი, თუმცა შენ მოყევი ამ ჭორების შესახებ. საერთაშორისო მასშტაბის ჭორი ყველაზე საინტერესო იყო, სხვათა შორის თქვენი ტელევიზიის ეთერით იყო გადმოცემული, რომ ენტონი ჰოპკინსი, რომელიც არის 80 წლის, ითამაშებს ჩემ ფილმში ბიძინა ივანიშვილის როლს. რატომღაც ახლა ვერ გავიგე. მერე ჰანიბალ ლექტერის მერე ჰანიბალ ლექტერის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი. მომისმინე, მე არ მათამაშებ როლზე, რამეს არ განახორციელა. მე გითხარი კიდეც ახლა ჩემი როლი რო ვითამაშე. შენ გინდა ახლა ხო, აი, მე ხო ვიყავი მაგდროს ვიღავ. საზოგადოების წინაშე გავამხილოთ. პირველი ერთ-ერთი ვისაც დაურეკე და უთხარი რომ მე ამ ფილმში უნდა დაგაკავო, შენი ყავი. ხო და გითხარი. ჩემი როლი რო ვითამაშო, მაგრამ ვერ ვითამაშო, გავსუქთ. და აი კამერაზე გამახსენდა ბექაურის როლი რო ვითამაშო. რომ ვიცით, ხო, ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა. შემიძლია რა. და მე ბექაურს რა უყოთ თვითონ? ვიტყოდი, მაგრამ სიმღერა გვეტყვი, სიმღერა გვეტყვი. მე კიდევ ერთი წინადადება მაქვს შენთვის. ხო. მე ვიცი ვინ შეიძლება ათამაშოს სააკაშვილის როლში.
ჩვენი მეგობარი, ყოფილი ტურიზმის ყოფილი დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სიგუა. ვაიმე, ეს რა თქვი, აი ერთ-ერთი ესე რო კაცს ესეთი მიზანმიმართული რო იყოს ადამიანი თავის როლში. გონია მაგასთან შეხება, ძალიან კაი კაცია. ერთი საოცარი ისტორია მაქვს მასთან დაკავშირებული. იმაში ვიყავით რა ქვია, ქობულეთში. იქ იყო სიგუა, კაზანტიპს კურირებდა მაშინ და ყველას არწმუნებდა, რომ კაზანტიპი ძალიან მაგარია და ანაკლიასნაირი კურორტი არ არსებობს, არც ერთი კოღო იქ არ არის და საერთოდ ზღვა არის ასწაული და საერთოდ მომავალი მსოფლიო კურორტოლოგიის არის ესე იგი ანაკლიამა თვითონ ცხოვრობდა ქობულეთში სასტუმროში თავის ოჯახთან. ხო და ჩამოვიდა ლევან ვასაძე. ჩემი მეგობარი თავის ცოლ-შვილთან ერთად, ეხლა იცი მრავალშვილიანი ოჯახია, 7 ბავშვი, თვითონ მეუღლე. მისი დამოკიდებულება რელიგიისადმი, ზნეობისადმი. და კაზანტიპისადმი მით უმეტეს ცნობილია და დილა შევხვდით ერთმანეთს მოვიკითხეთ და სიგუამ დაინახა ეთყობა რომ მე და ლევანი საუბრობდი და მოვიდა ჩემთან და მეუბნება იქნებაო რაღაცა მინდაო კაზანტიპზე დაველაპარაკობდე. მე ვთქარი მაინც კაცი ცოლ-შვილთან ერთად ჩამოვიდა რა დროს კაზანტიპია დაანებე თავი. ცოტა ხანში მე და ლევანი შევხვდით იქვე დავჯექით რაღაცას საუბრობთ და ხედავ წამოვიდა ეს შენი სიგუა და დაჯდა მოპირდაპირე მხარეს იქ არის იქვე აუში არის გაკეთებული ბარი და იქ რაღაც ასმელები და იქ და მეკითხება ხო არაფერს ინებებთო არა მე ვთხარი მადლობთ არაფერს არ ვინებებთ ჩვენ კარგად არა ცოტა ხანი ვისაუბრებთ ხედავ აქეთ მხრიდან მოადგა დიდი ჩანთით და ზუსტად იქ შეისვენა, სადაც ჩვენ ვზივართ, ჩადო ეს ჩანთა დიდი და რატომღაც ფორთოხლები ამოიღო. ხო არ გინდათ ფორთოხალი? მე ვთხარი არა, ზმურად არ გინდა ფორთოხალი რა. ვიცი რა უნდა და ამას ვეკითხები რომ მეთქი რაღაცა შენი შეხვე. არა, თუ ძმახა კაზანტიპის თავი მაქვს, ხო ლევანამ არ მინდაო. მერე? იქით ამხრიდან მოვარა პირდაპირ დაჯდა. ლევანამ უყურა წამო რა, ზღვისპირას ჩავიდეთო, ზღვასთანო. იქ დავიდეთ მე ვთხარი ჩავედი ზღვისპირას და შეზლონგებზე პირდაპირ წყლისპირას დავჯექით და იქ ვაგრძელებთ საუბარს რაღაცა მოტრიალდი და რას ხედავ ბიჭო სიგუა მოდის და ერთი 6 მეტრიანი რეზინის ბაიდარკა მოდის რა აი რამხელა იცი რომ აი რაღაცა ძალიან დიდი აი ამ ძალიან დიდი ნიშნებით რა მოვიდა და აი პირდაპირ ჩვენ წინ ჩადო წყალში ხანიქიდან მოუდგა, ხან ერთხელ გადატრიალდა, მეორედ ამასობაში ბავშვები შეგროვდნენ, ჟივილი, ხივილი, ეს ბაიდარკა გვეკითხება, ხო არ მინდა, მეუბნები, ას ბარდარკა მინდა. აღარაფერი აღარ მინდა. ლევანაც შეწუხდა, მეუბნება და დილას ვილაპარაკეთ, რომ იქნება საუნაში შევიდეთ, კაი საუნა არის იქ სხვათა შორის და შევედით ახლა იქ ესეთი აუზი არის. იცი როგორი აუზია, რომ თან იცურავებ, თან ვერა, მაგრამ იქნა რომ გამოხვალ ოფიანი. ცივწყალში გადაეშვები. საკმაოდ ის ხო. შევედით ახლა საუნაში ვზივართ, გავაგრძელეთ ჩვენი საუბარი და საუნის კარებს აქვს ფანჯარა ესეთი შუში შორმაგი. და გავიხედე რაღაცა და ხედავ სიგუა ბაიდარკით. საათ კაცო. ფანჯარაში. და მეთქი ახლა მეთქი უკვე შიზოფრენია დამემართა ახლა ყველგან დადიოდა და ვიფიქრე მეთქი უკვე მოჩვენებები მაგრამ ამ ლევანას აღარ ვეუბნები რომ იქ ბაიდარკით არის და მეთქი ლევან შენ იყავი ერთი წუთი და გავედი გავაღე კარი და რას ხედავ ეს ბაიდარკა მოუტანია ამ აუზში და ეს აუზი ბაიდარკის ხელაა სულ იმის იქითა და ზის ნიშნებით აუზში ბაიდარკი მე როგორ დამთავრდა? ბოლო შეხვდი? არა, გადავედი სხვა სასტუმროში. ფათაშორის აი ესეთი კაცი გვინდა ტურიზმშიც და ყველგან აი არა, მიზანმიმართული და შრომელი და ასე შემდეგ. არა, და იუმორის ზნობით სავსე კაცი. ამას გულით და მეგობრულად. რა თქმა უნდა. თვითონაც იცინა ბევრი მე. კი, ჩვენ ვაძლევთ. ბატონ გიორგი საშუალებას მივცემთ, რომ ყოველთვის სასურმელი სტუმარია ჩემი და მოვიდეს და თავის მხრიდან გაიხსენოს ბაიდარკით ამას. ბაიდარკით მოვიდეს. ბაიდარკით მოვიდეს. სხვანაირად ვერ მოვა აქადა. კარგია. მოკლედ, მე მაქვს ერთი იდეა რა. შეხო 9 წლის ამბავზე აკეთებ სერიალს. და მე მინდა რომ ეს 9 წელი გავაგრძელოთ მერე და უკვე 9 წლის მერე რა ხდება ის გადავიღოთ. ოღონდ გადაღებული ქართული ფილმების ფრაგმენტები გამოვიყენოთ. და ესეთი სახე ექნება ამას. მოგლედ. აი ბიძინა ივანიშვილის გაკოტრებას ხო ცდილობდნენ 2012-ში. გახსოვს? და აი ამ ფრაგმენტს ცნობილი ქართული ფილმიდან ჩავსვავდით ბიზნეს სიტყვების მაგივრად, ბიზნეს რეაქციის მაგივრად, გაკოტრებაზე. აი მაგალითად. ფაქტი
დათქვები ფული. ასე შემდეგ, ხო? საჩურის ამ ფილმზე მუშაობდი მე. ხო. უძინართამზე. კი ბატონო. ესე იგი, ცოტა ხანი მართლა. სააკაშვილის კადრი ნაციონალები არჩევნებში რომ დამარცხდნენ, აი მაგ დროს რას აკეთებდა? რა რეაქცია ჰქონდა? მე მგონი დღემდე ეგრე დადის. შესანიშნავი კადრია, ბატონო, ზუსტად შეესაბამება. შემდეგ გამოხდა ხანი, ბიზნა ივანშვილი ჯერ მოვიდა ხელისუფლებაში, მერე წავიდა და აი ამ კაცს გამოიყენებ წასვლის შემდეგ. მოგლეთ. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავ. ჩემი რაღაცები გამახსენე. თქვენ ჩემზე ნუ იფიქრებთ. თქვენ ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩემთვის ყოველთვის გავიდა. სულ კარგად იყავით. კი ბატონო, მერე მაქვს ოცნების წევრების რეაქცია ბიზნეს წასვლაზე, აი როგორ რეაქცია მისცეს ბიზნეს წასვლაზე ოცნების წევრებმა. რასაოცრად წავიდა. ალასანია გამოეყო ოცნებას და ბიზნამ მიჯირყნა და ალასანია. აი ესეთი რეაქცია, ესეთი რაღაც მოხდა. გაგითხები და მიპასუხე. რატომ მოწმი მთავარ ჯგუფს? და დავამთავრებ ცნობილი კადრით, გივით არგამაძეს მიაკითხა პროკურატურამ. გივი, ჩვენ ვართ გივი. გივი, ჩვენ ვართ. გივი. ვიზე ნაკლები ფილმი? არც არა ვიზე. საერთოდ ეს კარგი ექსპერიმენტია და შენ ნიჭიერი კაცი ხარ, ფილმების კეთებაც იცი, იმიტომ რომ შენი ფილმი მქონდა რიგაში ფესტივალზე წაღებული საბავშვოს, ხო? ძალიან მოეწონა და იქნება ცადო რომ აი ესე ააწყო ერთი დღევანდელი რეალობა, ქართული რეალობა. უნდა გავაკეთო, რა თქმა უნდა, უკვე დავიწყე როგორც ხედავ რა. დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით. წარმატებები გისურვებ, გავაცილოთ გოგა ხაინდრავა. შემდეგ ქალაქ ქუთაისის მერი ტასო ბარნოვა საბავშვო ბაღში და დათო გომართელი ტრულაილათი. ვიტყოდო მეგობრებო, ჩვენთან სტუმრად მოვიდა ქალაქ ქუთაისის მერი ბატონი შოთა მურგულია. ცვლილებებია, რა თქმა უნდა, ეს არის ახალი ჯგუფი ქართლი, ანსამბლი ქართლი და დავით ფორჩხიზის ბენდი, ფორჩხიზიანა, როგორც თუ ადენებ თვალყურს, გაგდებული იქნა. იმიტომ რომ არ მოდის კაცი, რომელიც თქვენთან ქალაქში ხშირად დაიარება, დავით უსუფაშვილი. შეგიძლიათ გითხრათ რამე გვიშუამდგმლოთ, თქვენ მისი მასპინძელი ხართ მაინც რაღაცნაირად. რა თუ რამენაირად გამოვასწორებ? მიმართეთ პირდაპირ ეთერში, აი წითელი როანთია ეს კამერა მუშაობს და ბატონ დავით უსუფაშვილს მიმართეთ, თუ არ არის ეს სუბორდინაციის დარღვევა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მიმართავ რომ ძალიან მეწოდება ეს ადამიანები, მე შემხვდნენ გზაში და ძალიან რამოდენიმე მათგანი ატირებულიც იყო. თავჩაგინდრულები დადიან. თავჩაგინდრული, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანები დასაქმდნენ და ანუ საერთო ჯამში დასაქმების პრობლემა არ გვექნება, მაინც მე მგონი ძალიან რთული მდგომარეობაში. მოუწოდებთ რომ მოვიდნენ. მოუწოდებ და კარგი იქნება თუ ერთმანეთს შეენაცვლებიან. და თქვენ შეგიძლიათ აი იმ დაჩაგრულ ადამიანებს ხელი მოუმართოთ და ქუთაისში რამე მოუხერხოთ, დაასაქმოთ. ქუთაისში რომ გამოუშვათ. სადმე შეგიძლიათ გაამწესოთ დათო ფორჩხიძე და ბენდი. ვეცდებით, ოღონდ დროებითი იქნება ეს. რატო? ყველაფერი დროებითია. დროებითია, რა თქმა უნდა. მე რამდენი მერი ხართ ბოლო 1 წლის მანძილზე? ბოლო 1 წელი. მაგ არ არის დიდი ცვალებადობა, მაგრამ ნუ მე რამდენი წელიწადს ვავიღებ, ბოლო 1 წელიწადში ერთი ვარ. ოჰო, როგორ? და ბოლო 3? ბოლო 3 წელიწადს დაახლოებით მე-16. რითია ეს გამპირობებული? რაღაცა ჯადო აქვს მერია? არა, ქუთაისის ცვლილებები გვიყვარს და აქედანაა. ანუ ეს მუდმივ განახლებადია. ჩვენი გადაცემა იწერება პარასკევს დავძველდი და პირობა მომეცით რომ
კვირას როცა ეთერში გადის თქვენ ისევ მერი იქნებით. მომცემთ ამ პირობას. მე ვეცდები რომ ნორმატიული აქტების გამოცემა შეწყდეს იმ დღემდე და ამითი შეგვიძლია შაბათ კვირას ხო შეიძლება არ გამოსცენ. კი, აი ნორმატიული აქტი. ამით დაკავდებით. ერთადერთი ეგ გამოსავალია. მანამდე თქვენ იყავით ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნარმანიას მოადგილე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის კადრების სამჭედლო. მერების. უпроსტად მერების ხო? სამჭედლო, სწორია. ნარმანია არის, ბატონი ნარმანია არის თბილისის მერი, მურღულია არის ქუთაისის მერი, სამეგრელოში ყველა ბავშვი ოცნებობს რომ გახდეს მერი. რუსთავში არის ჯიქია, რუსთავში არის კაგულია. თქვენი ყოფილა ეს ქვეყანა, ხო? ესე გამოდის. მე შევიმუშავე რამდენიმე კრიტერიუმი იმისა თუ როგორი მერი უნდა იყოს ქუთაისში. ვინ უნდა იყოს ქუთაისში მერად და შემიძლია გაგაცნოთ რამდენიმე პუნქტია, მე მგონი სულ 3 პუნქტია. ესე იგი ჩემი აზრით ქუთაისის მერი უნდა მოხდეს შემდეგ 3 მოთხოვნას. იუმორიზნობა უნდა გქონდეს და აუცილებლად. თქვენ გააქვთ აშკარად. ბიკენტიას კაბაბი უნდა უყვარდეს ბავშვობიდან. ბავშვობიდან, თეთრი ხიდიდან უნდა ხტებოდეს. გადამხდარ ვარ. და რაც არანაკლებ შვილია ბიძინას უნდა ევასებოდეს. აბა ეხა ამაზე გამიკეთეთ კომენტარი. იმ ადგილას ვარ და ხარ? თუ ესე გამოვალთ გამორიცხვის მეთოდით ესე. ხო, კიდიდან გადავხდარ ვარ. მეცაც გეტყვით, თუ ეს ბოლო არის, დანარჩენი 4 არ არის მნიშვნელოვანი. პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე რა აზრის ახართ? სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ო პრინციპში ერთადერთი გასართობი გაქვთ. ხო? და როგორ მოქმედებს დეპუტატთა იყოფნა იმაზე? ქალაქზე? ქალაქზე, რესტორანზე, კლუბია, რამე არის რაღაც? ვიჟენია ხორციელდება? როცა სესიები არის, ფასები იმატებს. ხო. ანუ ორ კვირაში ერთხელ, ხო? ორ კვირაში ერთხელ იწევს ფასები და ჩვენც უკვე ვიცით რა დროს უნდა ვიქეიფოთ, ნო, როცა არ არიან. როცა არ არიან, ხო, ფასი დაბალია. მოქალაქეებთან მიღებას თუ აწარმოებთ? რა თქმა უნდა, როგორც ყველა მერი და აი რომელ დღეს გაქვთ ეგ? ხუთშაბათს. ხუთშაბათი არის. ხუთშაბათ გავა? ერთი დღის განმავლობაში. გუშინ იყო. გუშინ იყო კი და რამე საინტერესო ხალხი მოდის? რა თქმა უნდა, ნუ ახ ძირითადად რა თქმა უნდა ადამიანებს უჭირთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე არის, რომ რაც შეიძლება მეც დაეხმარო და მაგრამ ეს ძალიან ემოციურად ძალიან დამღლელია, როცა უყურებ რომ შვილის ოპერაცია და ამ შემდეგ და უჭირს ადამიანს დახმარება. მაგრამ ხანდახან ისეთი განტვირთვაც ხდება და ძალიან საინტერესო თემებიც არის, მაგალითად ერთ-ერთი რომელიც ძალიან ჩემთვის ესეთი სახალისო იყო, ერთ-ერთი ადამიანი შემოვიდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ თუ წიგნს, ანუ გამოცემას დამიფინანსებთ, მე ლექსების წერას დავიწყებ. დავიწყებო? ანუ თუ დამიფინანსებ ლექსების წერას დავიწყებ. ჩვენ სხვა გზა არ ქონდა. დააფინანსეთ? რა თქმა უნდა, აბარასუზა. დააფინანსეთ, თორე მოკლებოდა. შევპირდით. შევპირდით. კი, და ნუ ნახოთ ახლა ავანსად 2 ლექსი უნდა წარმოადგინოს და ჯერ არ წარმოუდგენთ. ჯერ წერს. გასაგებია. ხო და აი ესეთ რომ მოგადგეთ ჩვენი ჯგუფი, დათო ფორჩხიძეს ბენდი და რომ შემოგთავაზოს, რომ? კი ბატონო. მართლა სადმე დაასაქმეთ? არა გაქვთ იქ პატარა ფოიე იქ? კი, გვაქვს. მუსიკალურად გააფორმებს იქ. არა, პრობლემა. სხვა ჩვენ ახლა კამერების შემოჭერის თემიდან გამომდინარე, ვიფიქრეთ თვითონ მერიაში გავაკეთოთ ესეთი საწყების ობიექტი და ნუ ახლა მუსიკას ხო გჭირდება და შესაბამისად. მოვიდა. ვაი ფორჩხიძე. ქუთაისის მერის ბუფეტში რო დაუკრავს. არა. ამით რომ დაამთავროს თავის კარიერა ძალიან საინტერესო იქნება, კი. ხო, საინტერესოა. ხო, აი მომეწონა რაღაც. ვა, რა მაგარია. წინავდა დაუშვათ ამ სცენაზე, ვოისი აქვს მოგებული, ნუ სახეს პერიოდი და ეხლა სად არის ფორჩხიძე? აი ქუთაისის მერის ბუფეტში უკრავს სასადილო. უკაც მოდი, არა, ბუფეტში თუ არა, რა თქმა უნდა. კარგი. თუ შევთანხმდებით ცოტა ხერხს. დაპირებებს თუ გასცემ და თუ ასრულებთ. აი როგორი კაცი ხართ დაპირებებით. ნუ ვცდილობ ახლა რა თქმა უნდა შევასრულო, მაგრამ აქ ერთ-ერთი ესეთი დაპირება, რომელიც მე ოპოზიციამაც ძალიან რა დამგმო რომ ეს როგორ არ გაახორციელა. ესე იგი 2013 წელს მე რაღაც წლის ბოლოს დავინიშნე იქ მერის მოვალეობის შემსრულებლად, ნუ მე 14-ში არჩევნებით გავიმარჯვე. როგორც კი ჩავედი 10 დღეში რაღაც 3 დღიანი ესეთი თოვა იყო, რომელიც ქუთაისს იშვიათად ახსოვს და ნუ ავიღე ტელეფონი და გადავრეკე რომ აბა გამოიყვანეთ ახლა ტექნიკა 10 დღე არაცა ვარ ჩასული და ნუ ესეთი დუმილია. რა ხდება, სად დავყავს ტექნიკა, საერთოდ არაფერი, აბა რა უნდა ვქნა და არაფერი, ნუ არსებობს რაღაცა სხვა საშუალებები. მომიწია ხა ავტობანის ტექნიკის მოხსნა გრეიდერები რაღაც, ნუ გავწამდი, ჩემით მომიწია გაწმენდა. ნუ შემდეგ გავდოიქით და 14-ში გავითვალისწინე ბიუჯეტში, ნუ შესაბამის ტექნიკის შეძენა, თოვლსაწმენდი და ქუთაისში. როგორც ქალაქს უნდა. როგორც ქალაქს უნდა და ნუ რაც შეუულებრივი ამბავია. ნუ სამწუხაროდ თოვლი აღარ მოვიდა.
14-ში. მართლა? და მაგალითად ოპოზიციამ დამდო ბრალი რომ თქვენ მოლოდინი გაუჩინეთ ბავშვებს თოვლისა. და მე კიდე თქვენი ეთერითაც მინდა ბოდიში მოუხადო ბავშვებს და ვეცდები 2015 წელს გამოვაცხადო. ეხლა რა ხდება? არ იყო თოვლი. არ იყო და 15-ში ვეცდებით დეკემბერში. 16 წლის. 15 რატო აღარ მოდით? თქვენ მოხვედით და თოვლი აღარ მოდის. რა შეიძლებოდა 13-ში რა შეიძლებოდა ყველაფერი მოხდა ქუთაისში 12 წელს. მართლა? ნუ ახლა დაწყა მერები გამოცვალეთ იმდენი რომ ახლა 1-4 წელი მშვიდად უნდა ვიყოთ იმედია. თოვლიც მოვიდა და ქუთაის ქურდულ სამყაროს ხო ებრძვით? რატომღაც აღარ გვახსენდება ქუთაისზე ქურდული სამყარო ეს? აღარ არის, ესე გამოვიდა რა. ნუ რო ყოველ შემთხვევაში მე ტელევიზორით ესე ვიცი. თქვენ ბავშვობაში ხო იყო? რა თქმა უნდა იყო. ქურცაც იცნობდით. ზოგადად ქუთაისლები ჭკვიანი ადამიანები არიან და ცისფერყანწელები იქნებიან თუ ქურდები? ანუ თუ გინდ ყველა მხრივ ნიჭიერი ხალხი ვართ. თქვენგან მოდის ყველაფერი ხო ესე იგი? ეგრე გამოდის. კარგის და ზოგადად ჩამოთვალოთ. ვინ? ქურდები თუ ცისფერყანწელები? რომელიც გნებავს. ჩამოთვალეთ. ახლა მე თქვენ რო გითხრათ რომ ქურდები ჩამოთვალეთ მე ეს ამოჭრიან. ხო. მაგას და გაუშვებენ ცალკე ვიდეოდ და. ხო, ამიტომ არ გვინდა. არ გვინდა რა. მაშინ არც ცისფერყანწელები გვინდა და არც კი ბატონო. ძალიან კარგი. მერები ჩამოთვალოთ, ყოფილი მერები, იცით? ეგ უფრო რთულია პირველი მიჩა. პირველია. დიდი მადლობა. ჩვენი განაცემის სტუმარი გახდა ჩოტა მურღულია, ქალაქ ქუთაისის მერი. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით, გაგაცილებთ მუსიკით. აი ესე გაგაცილებთ. აი ამ ხანგებით, აბა თქვენ იცით. ვირფასო მეგობრებო, რუბრიკა ტასო ბარნოვას რუბრიკა. ტასო ბარნოვა არის ჩვენი განაცემის წევრი გოგონა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში დაიარება და პროფესიას იცვლის. დღეს ტასო ბარნოვა იქნება გადია საბავშვო ბაღში. აბა ვნახოთ როგორ გაართმევს ამას ჩვენი ტასო. ეს კარები არის, არა ბავშვებმა თავი დაცვათ იქნას, არა მათი მშობლები მუშაობენ და ფულს აკეთებენ. გამარჯობა ბავშვები არიან, ბავშვებო გაიცანით ტასო. ნახე რა კარგი ბავშვები არიან. ჩემი ოცნება იყო რომ ბაღის მასწავლებლად მუშაობა და ბავშვები გამეზარდა. ძალიან კარგი, ხო არ გაგიჭირდება ბავშვებთან ურთიერთობა? არა მგონია, მაგრამ ყველა მეუბნება რომ შენ 2 წლის ბავშვი სკოლა გაქვს. ძალიან კარგი. ეს ხო თავის ფარი გაკეთილი, ატეხით. ყველა და მოდით დასხელითა. Xpiato, Amazon, Damsveniro, Rogor, Minda, Shens, Karsheva, Viceko, da selfie vigo. Ara. Ara. Ara, Range Rover jobia, ხო? Kas მე შეკრავინისის? მე. უყურეთ და ისწავლეთ. იცი როგორ? ახლა ნახეთ. ვარი ორი ბოლო. უყურეთ? ესე? მე ფეხსაცმლის შეკრავი. უი, არც მე არ მცოდნე. ეს ამერია.
კამერაზე ხარ? ბავშვებო! მოდით ყველამ სელფი გადავიღოთ. ძილის თუ აღარ არის, რომ ერთ საჭი გავაყვიძოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცით იმის შანსი, რომ გამეტარებინა ერთი დღე ამ უსაყვარლეს ბავშვებთან ერთად. მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს პროფესია ძალიან დამხლერია. მე კიდე ესეთ ახლოს მართლა ფიზიკურად ვერ გავუძლებ. მე ჩემს შულს რო გავთხოვდები, ანგარები თქვენთან მოვიყვან. კარგად ბავშვებო, ერთი სიმღერის ისტორია, ერთი სიმღერის გახსენება, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ საყვარელ რუბრიკას, რომელშიც სტუმრად დათო გომართელი გვეწვია, დაუკარით დათოსთვის. ასე არ ჯობია. ასე ჯობია, რა თქმა უნდა. ასეც ჯობია, დიახ, ეს გახლავთ ანსამბლი ქართლი, რომელსაც კარგად იცნობ. კი, ძალიან კარგად ვიცნობ, რას ქვია კაც. აგერ თვითონ ამ სიმღერაში თვითონ უკრავენ, ასე რომ. კი ბატონო, ჩვენ დღეს გავიხსენებთ სიმღერას, რომელსაც ქვია ტრულაილას ფული რა თუნდა, ტრულაილა. კი ბატონო. რომლის ტექსტის ავტორი ყოფილა შენი მამა, ესე ურამ გომართელი და რომლის სიმღერის მოტივის ავტორი არის ჯერჯერობით უცნობი ქართველი გენიოსი. ო, აი ვიცი რა, რაღაც ამბობენ რომ როგორც არის, ხო, ქალაქური სიმღერა როგორ არის, რაღაც არსებობს, მე გადადის ერთი მეორე და თვითონ კეთდება ეს რაღაც მოტივი ისე რომ ბოლო შეიძლება ვერც ის. ეს არის ქალაქური სიმღერა. ქალაქური ხო, ამბობენ რომელიც ფილმში გამოიყენეს. ხო, ფილმში გამოიყენა დოდო აბაშიძემ და ნუ დოდო აბაშიძე მამაჩემს ძალიან კარგი მეგობარი იყო, ძმაკაცები იყვნენ, შეიძლება ითქვას და რომ დაურეკა დოდომ მამაჩემს კითხა რომ ტექსტი შემახსენეო, ტექსტიო რა და რა რისი ტექსტო ტრულაილასო და მამაჩემს ეგონა სადაც კეიფობდა. სად კეიფო ბიჭო უჩემოს არა, არ კეიფო. გადაღება მაგდა უბრალოდ ტექსტი მაინტერესო დოდომ შეიყვანა მე ეს ფილმში ეს სიმღერა. და ამ სიმღერას მღერი შენც როგორი გამოხმაურება აქვს პუბლიკისგან ამ სიმღერას, იმიტომ რომ არის სიმღერები რომელები ძალიან ორგანულია ქართველებისთვის და აი თითქოს ბავშვობიდან გესმის და კეიფებში, რესტორნებში, სუფრებზე ამ სიმღერის გარეშე არ შეიძლება და დარბაზში და არასუფრულ ვარიანტში რომ ღერი ხარ რა რეაქცია? ერთ-ერთი ხიტია შეიძლება ითქვას ტრულაილა და ეს რო ჩავწერე, ანუ ეს მაინც მიუძღვენი მამაჩემის თაობას, იმ თაობას, როგორც თქვა იგივე დოდო აბაშიძე და შემდეგ რომ მათგან გავიგე მე ეს სიმღერა. და რო ჩავწერე, მე ძალიან იყო პოპულარული და უსმენდა და მე მირეკავდნენ, იმიტომ რომ ვერ გაიგეს ტრულაილა ვინ არის. ხო, ვინ არის ტრულაილა? არ ვიცი, აი ესეთი რაღაც. აუცნაურია. ესეთი აღებული. ტრულაილას ფული რა თუნდა, ტრულაილას ვიღაც მოკეიფებდა. ტრულაილა ალბათ ხო, ვიღაცა კაცი, რომელიც სუ კეიფობდა. მაგაცებში იყო და კეიფობდა. ძალიან კარგი. ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს დღევანდელ შოუს დათო გომარტელის სიმღერით ტრულაილას ფული რა თუნდა. შეგახსენებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ზუსტად ამ ჩემი შოუს შემდეგ დაიწყება ერთხელ საქართველოში. ჩვენ კი მოусმინოთ დათოს და სიმღერას ტრულაილას ფული რა თუნდა თუ როგორ არის. აიდა! უცნაური გოგო ხარ, იცქერითან გაკვირდები, არც ხოს ამბობ და არც არას, და არც სიყვარულს პირდები, ძავალ და გაგიფრინდები, კიდევ და გიცნი გონია, ეს ამოდენა გოლიაც, რაჩიტის გული გონია, ძავალ და გაგიფრინდები, კიდევ და გიცნი გონია,
გონიამ ეს ამოდენა გოლიაც რაჭიტის გული გონიამ გოგონი შენი ჭირიმე თვალების შაპრაც მეყოფა გამოდი თორემ მეგზაზე სხვა ვინმეც გადამეღობა ეგ ჩემი გულის სადილი ეგებ შენ ერთმა გამიგო გოგო ბეხურა ხომ არ ხარ გაგანათი რომ გაგიგო ეგ შენი გულის სადილი ეგებ შენ ერთმა გამიგო გოგო ბეხურა ხომ არ ხარ გაგანათი რომ დაგიგო მიშვის ფული რა თუნდა ჩავახობ თვითონ ფულია ამოიღებს და დახარჯავს თვითონაც არ აქონია დრულაილა შენი ჭირიმე გიმღერის წელიერია რესტორნები და დუქნები სულ ყველა შენზე მღერია დრულაილა შენი ჭირიმე